ახლა კი 300 არაგოლის ბაღში დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაო და მე-18 საუკუნეში დაღუპული ქართველი მეომრების აღმოჩენილი ძვლები. კრწანისის რაიონის გამგეობამ 300 არაგოლის სკორის რეაბილიტაცია აქტიურად დაიწყო. სამუშაო ორ ეტაპად განხორციელდება, მოეწყობა ბაღი და ფეხით მოსიარულეთა ბილიკები. რეაბილიტაციის მეორე ეტაპზე მე-18 საუკუნის გალავნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია არქეოლოგიური გათხრები და კრწანისის ბრძოლაში დაღუპულ მეომართა საფლავებთან სპეციალური სივრცის მოწყობა. კრწანისის ბრძოლიდან 2 საუკუნის შემდეგ ბრძოლის ველი ღია სამუზეუმო სარეკრეაციო სივრცედ იქცევა. წლების განმავლობაში ნაგავსაყრელად ქცეულ ადგილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროცესი 2015 წელს დაიწყო და დღეს უკვე აქტიურ ფაზაშია. კრწანისის ბრძოლის შემდეგ ამ ადგილის რეაბილიტაცია არ მოხდარა. აქ იყო ველი, რომელიც 30-იან წლებში მე-20 საუკუნის გადაიქცა ბაღად. 50-იან წლებში გარკვეული სამუშაოები ჩატარდა, რამდენიმე ბილიკი დაიგო და დღევანდელ დღეს ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ გვეძლევა საშუალება დაუბრუნდეთ ეს ადგილი ქალაქს, გამოვაჩინოთ ის კულტურული მემკვიდრეობა, რაც მიწაში იყო დაფარული. მე-18 საუკუნეში აქ 5 ბურჯი იდგა, რომელიც თაბორის მთას უერთდებოდა. თუმცა საუკუნეებს მხოლოდ 2-მა გაუძლო. რეაბილიტირებულ მემორიალზე მნახველებს ეს ყველაფერი პირვანდელი სახით დახვდებათ. უდიდესი მნიშვნელობა აქვს აქ ამ ისტორიული ძეგლის აღდგენას, რომელიც წარმოადგენს ისტორიულ მოწმეს აი ამ ჩვენი წარსულისას, თბილისის წარსულისას. სწორედ აი აქ ამ ტერიტორიაზე ხდებოდა ის პირველი შეტაკება მტერთან, რომელიც ხშირად გადამწყვეტიც კი იყო. არქეოლოგებმა ამ ადგილას საუკუნოვანი ძვლები აღმოაჩინეს, რომელიც მე-18 საუკუნით თარიღდება. ვარაუდობენ, რომ ძვლები სწორედ კრწანისის ბრძოლაში დაღუპული ქართველი მეომრებისაა. ისტორიული ფასეულობები ახლა ორთაჭალაში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში ინახება. ფერეკლე გალავნის წინ დგომი საშროებაში აღმოჩნდა და სწორედ ეს ის დროა, როდესაც 300 არაგველი შემოდის ბრძოლაში. 300 არაგველმა გაუკაფა გზა მეფე ერეკლეს და თვითონ დაეცნენ ბრძოლის ველზე. ჩვენ გმირ წინაპართა ძვლები ისევ აქ არის დაფლული და როდესაც აქ მშენებლობა წამოიწყეს, სწორედ ეს ძვლები ამოვიდა და ამ ძვლებმა გადაარჩინა ფაქტიურად ეს ტერიტორია. ამ ადგილზე საომარი სცენების გაცოცხლებაც იგეგმება. ზუსტად ისეთი ზარბაზნები დაიდგმება, როგორიც 1795 წელს კრწანისის ბრძოლაში იყო. სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება.